ყოველწლიურად ჩასანერგი მოწყობილობა სულ უფრო მცირე ხდება. ამასთან, ფუნქციონალობის შენარჩუნებით. რაისის უნივერსიტეტის ინჟინრებმა ელემენტების გამოყენებაზე უარის თქმის ხარჯზე მცირე იმპლანტის გაკეთება შეძლეს. მოწყობილობაში ენერგიას უსადენოდ აწვდიან. მოწყობილობა სახელწოდებით დიოტი ყველაზე პატარა ტვინის ელექტროსტიმულატორია. დიოტი ნიშნავს მოწყობილობის მახასიათებელს, რომელიც იკითხება როგორც Digital Programmable Overbrain Therapeutical, ციფრული პროგრამირებადი ტვინზე და თერაპიული, რომელიც შეიძლება ტვინის რამდენიმე დაავადებასთან გამკლავებაში დაგვეხმაროს, რომლის საწინააღმდეგოდ მედიკამენტები შეიძლება არ მოქმედებდეს. ჩვენს მიერ შემუშავებული მოწყობილობა ეს არის კლინიკაში ტვინის ელექტროსტიმულაციის ჩატარების არიდების შესაძლებლობა. ახლა მკურნალობა შეიძლება ისე აღმოუჩინო, რომ ცხოვრების წესს ხელს არ შეუშლის, რაც მოწყობილობაში ელექტრონიკის შემცირებით შევძელით. დიოტის შემთხვევაში ელემენტი საერთოდ არ გამოიყენება, ესე იგი მოწყობილობის მომსახურებისთვის და ელემენტების გამოსაცვლელად განმეორებითი ოპერაცია, რომელიც ასევე სახიფათოა, არ დაჭირდება. თუმცა მართვის პირველადი ჩანერგვის დროსაც არ დაჭირდება. ოპერაციის ნაცვლად სპეციალური პროცედურა ჩატარდება, რომელსაც 30 წუთი დაჭირდება და შემდგომ აღდგენა საავადმყოფოში ან კიდევ სადმე არ საჭიროებს. პროცედურის შემდეგ უმალვე პაციენტს შეუძლია სახლში წასვლა. მოწყობილობა ტვინში კი არ ინერგება, არამედ კან ქვეშ ძვალში თავსდება. მოქმედებაში გარე გადამცემის მეშვეობით მოდის. მოწყობილობის მოთავსება შეიძლება თავის ქალაში მყარი ტვინის გარსის ზევით და ფაქტიურად ზედაპირს არ ეხება. ხოლო ვინაიდან ტვინზე ოპერაციას ვარიდებთ, ის არის ყველაზე უსაფრთხო ნეიროტექნოლოგიური მოწყობილობა. მის შესაქმნელად შემუშავებაში შემოქმედებითობის გამოვლენა დაგჭირდა. ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ჩასანერგი მოწყობილობა, რომელიც ამჟამად არის ბაზარზე, შეიცავს ელემენტს, რომელიც დიდ სივრცეს იკავებს. ამიტომაც უნდა გაგვეკეთებინა იმდენად მცირე რამ, რაც ქალაში შეუმჩნევლად ჩაინერგებოდა. კვების უზრუნველსაყოფად სხვა გადაწყვეტილება უნდა გვეპოვა. და ნედლეულმა, რომელიც რაისის უნივერსიტეტში ჩემს ლაბორატორიაში შემუშავდა, ენერგიის უსადენოდ გადაცემის საშუალება მოგცა. გადასატანი მოწყობილობიდან იმპლანტში. ნედლეული მაგნიტურ ველს ელექტროიმპულსში გარდაქმნის. ენერგიის გარდაქმნის პროცესი მცირე ზომაში ძალზე წარმადია და გადაადგილებისადმი კარგი მდგრადობა გააჩნია, რაც ნიშნავს იმპლანტის ჩასართავად და სამართავად რთული და ნატიფი ქმედების ჩატარების აუცილებლობის არიდებას. 9 მმ სიგანის დიოტის 14.5 ვოლტი ძაბვის სტიმულაციის უზრუნველყოფა შეუძლია. მოწყობილობა სამედიცინო მედიკამენტებისადმი მდგრადი დეპრესიის სამკურნალოდ იქნება გამოყენებული. თუმცა ეს ერთადერთი დაავადება არ არის, რომელსაც შეუძლია გავუმკლავთ ეს. ენერგიის გადაცემა ეფექტურია. უბრალოდ გადასატანი მოწყობილობა უნდა გაიკეთო, რომელიც ბეისბოლის კეპის დახურვას გავს. ეს ბეისბოლის კეპი იმპლანტს უკავშირდება, ისე როგორც AirPods-ი უსადენოდ ასამოხთ საშუალებას. ხუთს მოწყობილობას უკავშირებს, შემდეგ აპლიკაციიდან ჩართავ და შეგიძლია თერაპია ნებისმიერ ადგილას მიიღო, თუნდაც დივანზე Netflix-ის ყურებისას. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსალური თერაპიული ტვინი კომპიუტერი ინტერფეისი შევიმუშავეთ. ასე რომ თუ შეგვიძლია ვინმეს დეპრესიასთან გამკლავებაში დავეხმაროთ, დარწმუნებული ვარ, რომ ასევე შევძლებთ დახმარებას მათთვისაც, ვისაც შფოთი, ქრონიკული ტკივილი, მოძრაობის დარღვევა აწუხებს. მოწყობილობა გაიმართება ინდივიდუალური საჭიროებისა და პაციენტის თერაპიაზე ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. ისეთ აშლილობას, როგორიც არის დეპრესია და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, დღეში სულ რამდენიმე წუთიანი სტიმულაცია დაჭირდება. ანუ იმპლანტის მკვებავი თავსაბურავის ტარება. თუმცა ეპილეფსიის სიმპტომების სამართავად მოწყობილობის მუდმივი მოქმედება იქნება საჭირო.